დაახლოებით 20 წლის წინ დედაჩემს წერილი მივწერე. ეს წერილი ახლა თან მაქვს და აუცილებლად გაგიზიარებ შეგნით რა წერილი. მანამდე კი კეთილი იყოს მობრძანება ნიუ-იორკში. Lines are busting out the door. Christmas songs in every store. Can't stand to hear one more. Please won't you make it stop? Snow is piled 5 feet high. Dog ate the pecan pie. Hurry up, store-bought is fine. Christmas time again. They say it's so pretty, that time in New York City. I say cold and gritty, packed in like sardines. Got a flat on the interstate. Mama warned me, don't be late. Pretty please save me a plate. Christmas time again. აგერ არის ჩვენი გემი, რომელიც გადაგვიყვანს პირდაპირ თავისუფლების ქანდაკებასთან. ახლა რიგში უნდა ჩავდგეთ და მე უკვე ჩვენი გამგზავრების დროც მოვა რა. 2 საათზე არის ჩვენი გემის გასვლა, ასე რომ ვნახოთ. ძალიან საინტერესო იქნება, დარწმუნებული ვარ და ძალიან მიხარია ეს ამბავი. წავედით. ერთი სული მაქვს როდის გადავალ და ერთი სული მაქვს როდის გაგიზიარებ თქვენს აბსოლუტურად ყველაფერს. აი უმაგრესი შეგრძნება, აი რასაც ამდენი წელი მართლა ფილმებში ხედავდი და მე უკვე რო უყურებ ასიახლოდან, რავი ძალიან ბედნიერი ვარ რა და ნახოთ აბა ახლოდანაც როგორი იქნება. გადმოვედით, კუნძულზე ვართ, უკვე აგერ არის ჩვენი თავისუფლების ქანდაკებაც, ახლა ცოტა ახლოს მივიდეთ და თქვენს ახლოდან დაგათვალიერებინებთ რა და ძალიან მაგარი შეგრძნება, აი უმაგრესი. თავისუფლების ქანდაკება ფრანგებმა აჩუქეს ამერიკელებს 100 წლის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით და იქიდან მოყოლებული არის აქ, ასე რომ თავარი ღირსშესანიშნაობა ამერიკის რა და ნუ განსაკუთრებით ნიუ-იორკის, ვინც ნიუ-იორკში ჩამოდის, ამ თავისუფლების ქანდაკებას ყველა ვარიანტში ნახულობს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თავისუფლების კუნძულზე, სადაც მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი მონუმენტი, თავისუფლების მონუმენტი, რომელიც ფრანგებმა 100 წლის დამოუკიდებლობის იუბილეზე აჩუქეს ამერიკელ ხალხს. ეს მონუმენტი გამოირჩევა იმით, რომ აქ ჩამოსულ ადამიანს იქნება ეს სხვა ქვეყნის მოქალაქე თუ ადგილობრივი სხვა შტატიდან, როდესაც მობრძანდება ამ კუნძულზე, უნდა კონდეს იმის განცდა, რომ ის ეზიარება თავისუფლების მთავარ იდეას. და მგონია, რომ ეს მონუმენტი ამ იდეას პირნათლივ ასრულებს აგერ უკვე 1886 წლიდან. სასიამოვნო არის ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს ახლა ნაყიდი ისეთი ბილეთი, რომ ამ მონუმენტს არ მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც დავათვალიერებთ და შიგნიდან დათვალიერების შედეგებსაც გავაზიარებთ 3 დღეში იქნება პასუხები. შალვა ცხოვრობს ამერიკაში და ის გმასპინძლობს, ასე ვთქვათ, დღევანდელი დღეს გაატარებს ჩვენთან ერთად, ან ჩვენ გავატარებთ მასთან ერთად. და ეს საჩუქარიც მან გაგვიკეთა სხვათა შორის აქროვა. ყველაზე მთავარი არის, შეგრძნება ხო გაქვს, რომ არც თუ ისე დიდია, მაგრამ აქ რომ მოდიხარ გზნობ თუ რამდენად დიდია და გონია რომ ამ მონუმენტის იდეა არის ძალიან დიდი, რომ თავისუფლების სიყვარულს გაზიაროს. ჩემი აზრით გამოსდის ეს ამ მონუმენტს ძალიან კარგად. თავისუფლების ქანდაკება, რომელიც საფრანგეთმა ამერიკას 1886 წელს აჩუქა, ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ ქანდაკება. ქანდაკების სახე არ წარმოადგენს ერთ კონკრეტულ ადამიანს, თუმცა გავრცელებული ვერსიით მოქანდაკე ფრედერიკ ბარტოლდი შთაგონებული იყო დედის სახის ნაკვთებით. მისი გვირგვინის 7 სხივი 7 კონტინენტსა და 7 ზღვას განასახიერებს. ჩირაღდანი კი, რომელიც დღეს ხელში უჭირავს, ორიგინალი არ არის. 1986 წლის რესტავრაციისას ის ახლით შეცვალეს და 24 კარატიანი ოქროთი დაფარეს, ხოლო ძველი ჩირაღდანი მუზეუმში ინახება. თავისუფლების ქანდაკება იყო ჩემ ტოპ სანახაობებს შორის და აგერა. გამოიწერეთ მეგობრებო ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დამიკომენტარეთ, რამდენად იმოგზაურებდით ამერიკაში და ხარიც დამიჭირეთ, რომ ძალიან საინტერესო კონტენტი შემოგთავაზოთ, კაი ვიდეოები გადავიღო და მოკლედ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ისეთი სამოგზაურო ვიდეოები დავდო, როგორცაც იმსახურებთ და როგორც მეც მიყვარს. ასე რომ subscribe, იმიტომ რომ ეს ძალიან წამადგება. შემოვედით შიგნით, დავათვალიეროთ ახლა შიგნითაც კიბეებზე ავიდეთ და იქიდანაც შევხედოთ ჩვენს თავისუფლების ქანდაკებას. რომლით ავიდეთ? კიბეებით თუ ლიფტით? კიბეებით ავიდეთ. 5-10 წუთი დაგვრჩებია. წავით. 195 კიბე გვაქვს ასავლელი, რომ ავიდეთ ზემოთ. ამოვედით მეგობრებო ზემოთ და
აი ეგერ არის უკვე ჩვენი თავისუფლების ქანდაკება. მთლიანი მანჰეტენი ჩანს, ულამაზესი ხედები ჩანს გარშემო. ავი საოცრებაა რა, ასეთი ხედები იშვიათად მინახავს ცხოვრებაში. აი ნახეთ, აქეთ მთლიანად ჩანს ჩვენი ნიუ-იორკი და მანჰეტენი. საოცრებაა. და ვდგავარ თავისუფლების ქანდაკებაზე, რავი. ძალიან მაგარია. წამოაბა იქითაც ვნახოთ რა ხდება. იქითა ხედები ჯობია. მაგრამ ნუ აქითაც ლამაზია რა. მეგობრებო, კიდევ ერთხელ თხოვნა მაქვს, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, დააკომენტარეთ, დაალაიქეთ, მოკლედ ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარება და რავი, მეც ჩემი მხრიდან რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ულამაზესი ქვეყნები და ადგილები დაგათვალიერებინოთ. მაგარია. ვერ გეტყვით, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი აქ რო ვიქნებოდი, იმიტომ რომ ვიცოდი უეჭველი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩამოვიდოდი აქ, მაგრამ ასე მალე თუ მოხდებოდა და წელს თუ მოხდებოდა, ძალიან მაგარი. წამოვედით თავისუფლების ქანდაკებიდან და პირდაპირ რა თქმა უნდა პიცერიაში შემოვედით და შევუკვეთე ესეთი ჩიკაგო სტილის პიცა პომიდრის. გავსინჯოთ. გამასწარი? მარილი აკლია. მარილი არა გაქვს? მართალია, მართალია. გემრიელესია მეგობრებო. აი ესე გამოიყურება, სქელია და ხრაშუნაა რა. გურა, ეს შემაგასინდა. ბიჭო, კაი რამეა რა. გახვეულია პიცა. მარახება. გახვეული პიცა. გახვეული პიცა? ხო არსებობს ხაჯაპური შამპურზე. ხო. ეს არის პიცა შამპურზე. ნახეთ. ეს რისი არა არის? პომიდორია? გახვეული რა. აბა. ეს ხარია ცოტა, ხო? ეს სადია? ეს პომიდორია? რა. ნახეთ. ძალიან კარგია. ეს სოუსი არ მოხდეს, ცხარები არ გიყვარს. ხო. ცხარებთან ცოტა ვერ მეგობრ. მაშინ პარასკევი შაბათი და გაგიჭირდა. ეგ მწარეა. მოდაში. ეს მე აქეთ ვშე. ძალიან კარგია. ესეც გასინჯეთ. რომელ პიცერიაში ვართ? გახსოვს? კი, ბიკენტიას პიცერია. ესენია სხვათა შორის ბარემ. გარლიკ პურები, ნივრიანი პურები. მოდი ამასაც გავსინჯავ ბარემ და მე დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ მაგრამშია. ამას გაზგის. ვიწუწებ ხელს. ძალიან კარგია. ნიუ-იორკში რომ მოხდებით, დარწმუნებული ვარ, აქაური კერძების საჭმელების დაგემოვნება მოგინდებათ რა და თუ ესე არ იცით, სად უნდა შეხვიდეთ, ან ადგილი არ იცით, ან სახელი არ იცით, ყველაზე კაი ვარიანტი არის ის, რომ უბრალოდ სადაც ბევრი ხალხი იდგება, იქ გაჩერდეთ. როგორც წესი, უამრავი კაფე რესტორანია, სადაც მართლა ყველაფერს შეჭამ, მაგრამ ყველგან ესე ხალხი არ დადის რა. სადაც ბევრი ხალხი დგას, სადაც რიგია, რავით, დაახლოებით რავით, სადაც 9 საათი უნდა ელოდო, აი მანდ არის ყველაზე გემრიელი პიცაც და სხვადასხვა საჭმელებიც, ჰოთ-დოგიც და ასე შემდეგ რა. ამიტომ მაგას მიაქციეთ ყურადღება, რომ ყოველთვის გაჩერდეთ იქ, სადაც ხალხი დგას. სხვათა შორის მოველოდი, რომ უფრო საახალწლო განწყობა დამხდებოდა, აი მაგალითად მორთული ყველაფერი, მაგრამ არა, ერთ კონკრეტულ ადგილას არის ეს საახალწლო განწყობა როკფელერის ცენტრში და დანარჩენი აქა-იქ არის შენობები მორთული რა და რავი, ნახოთ ახლა წინ კიდე რამდენიმე დღეა და სხვადასხვა ადგილები სანახავი, მაგრამ მაინც ისეთი საახალწლო განწყობა ვერ დამხდა, როგორც ალბათ მეგონა რა, აი ევროპულ ქალაქებში როა. აი ეს ყვითელი ტაქსები, მაღალი შენობები, ცათამბჯენები, უამრავი ხალხი, არ მართლა საოცრებაა რა. მით უმეტეს მთელი ბავშვობა გავიზარდე ამერიკულ კინოებზე, ამერიკულ ფილმებზე. ძალიან მიყვარს სუპერგმირებიც და
პირველი ლოცვა, რომელიც მახსოვს, ხო, ბავშვობაში, 4-5 წლის ვიყავი, მე მგონი, ღმერთს ვთხოვდი, რომ სპაიდერმენი გამხდარიყავი, ანუ ობობას რო ეკბინა რა. იმდენად მიყვარდა და რავი, აი ძალიან ისეთი ემოციურია რა. ბოლომდე კიდევ ვერ გამოვხატავ კარგად, მაგრამ საოცრება. ნიუ-იორკი არის ქალაქი, რომელიც მართლა აუცილებლად უნდა ნახო. და ქალაქი, რომელსაც მართლა არასდროს ძინავს რა. როცა გინდა გამოდი, გვიძავს, ყველაფერი ცოცხალია და ადამიანები თავიანთი საუკეთესო ცხოვრებით ცხოვრობენ, ან ცდილობენ რომ იცხოვრო. შემოვედი მეგობრებო, ცენტრალ პარკში ვარ და ეს ცენტრალ პარკი არის ნიუ-იორკის ფილტვები რა. წარმოიდგინეთ ამხელა ცათამბჯენების ფონზე გამონაბოლ ქვის, რა ვიყო, მანქანები, ყველაფერი რა. აქაურობის გარეშე, რავი, შეუძლებელი იქნებოდა სუნთქვა რა და ეხა ნიუ-იორკში ცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის ეს პარკი არის, რავი, გასაქცევი, ასე ვთქვათ, იმ ცათამბჯენებიდან, რომელსაც ყოველდღე უყურებენ და შემოდიან, დარბიან, პიკნიკი, დროს ატარებენ, სეირნობენ, ტურებია, ეხლა აგერ ჩემს უკან კი და გვერდზე ცხენია, ეტლია და ასეირნობენ ესე რა ტურისტებიც და ველოსიპედებით მოდიან. მოკლედ, ქალაქიდან გაქცევის საშუალება, ერთ-ერთი საშუალება არის ზუსტად ცენტრალ პარკი, რომელიც ბევრ ადამიანს აძლევს ამოსუნთქვის შესაძლებლობას. ნახეთ, რამდენი ხალხია, მეგობრებო, უამრავი ადამიანია მოსული. ნუ, ძირითადად ტურისტებიც არიან, მაგრამ მაინც რა. ყველა ბედნიერი თვალებით დადის. ზოგადად მოგზაურობის დროს ეგაა მაგარი რა. რომ სუბედნიერება არის და ბედნიერი თვალებით იყურებიან ადამიანები. აი ხა ნახეთ, აქ ხო არის პარკი. აი ესე ჩვეულებრივად სიმწვანეა, ნუ ახლა ზამთარია და მაგიტო არ არის, მაგრამ შემოbrundები და ცათამბჯენები პირდაპირ. რაც არის უმაგრესი რა. ახლა აქ რო ცხოვრობდე და აქ რო დავრბოდე დილაობით, აქ ვარჯიშობდე, ძალიან მაგრად გამისწორდებოდა რა. ესეც გაბსტოუ ბრიჯი, მეგობრებო, ცენტრალ პარკში ვარ. ვისაც Home Alone-ი ნანახი გაქვთ, ეს ადგილი უეჭველად გეცნობათ, სადაც კევინი ტრედების ქალბატონს ხვდება, ასე ვთქვათ და მეორე რაც აქ მოსულ ადამიანებს ახარებს არის პლაზა ჰოტელი. ადგილი, სადაც კევინი რჩება. მოკლედ Home Alone-ის ამბავში ეს არის ერთ-ერთი სანახაობრივი და განსაკუთრებული ადგილი რა Home Alone-ის მოყვარულებისთვის, უბრალოდ ცენტრალ პარკში. ნუ რა თქმა უნდა მეც მოვედი, იმიტომ როგორც უკვე გითხარით, თელი ბავშვობა Home Alone-ზე ვარ გაზრდილი. ბავშვობა კი არა, დღესაც უყურებ ხოლმე, ასე რომ საახალწლო განწყობისთვის ყველაზე მაგარი ადგილია რა. გათენდა ამასობაში მეგობრებო, ეხლა უნდა ჩავირბინო დაბლა, რომ რამე უცბად შევჭამო. საუზმით არ გვაქვს სასტუმრო აღებული. და მე შეხვედრა მაქვს და შეხვედრის მერე ისევ გავალ გარეთ, მაგრამ აქვე ძალიან საყვარელი პატარა კაფე არის. იმასაც გაჩვენებთ და რო რამე და თქვენც თუ აქ მოხვდებით, შეგიძლიათ შეირბინოთ რა. ხალიფ ცველოდები და წავალთ მალე. გამოვედი გარეთ, წვიმა დამხვდა, რაც ძალიან არ მესია მონასიბად რო გითხრათ. თოვლი მინდა რომ მოვიდეს რა, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს არც თოვლი. ამ ვიდეოში ბევრი ჭამა არ იქნება, იმიტომ რომ ვიღებ მეორე ვიდეოსაც პარალელურად, რომელსაც დავდებ დაახლოებით 2 კვირაში, სადაც უკვე იქ დავაგემოვნებ სხვადასხვა ნიუ-იორკულ street foods და fast foods რა. ამიტომ თუ დაგაკლდებათ ჭამა, იცოდეთ რომ შემდეგი ვიდეო მოდის. ეს არის სადაც უნდა შევიდი, ახლა Paris Baguette. აქ შევდივარ ხოლმე. იმიტომ რომ ისეთი კერძებია რა. გემრიელი და თან სწრაფად შეგიძლია რომ შეჭამო, ასე ვთქვათ და ავორჩიოთ ახლა რამე. ნახეთ რამდენი კერძია, სხვადასხვა თავის დონატებით, გამომცხრებით. რავი, გულო და სულო, რაც გინდა არჩიე და ჭამე მიირთვი დილაუთენია. თან ადრე იხსნება და ეგაა კაი რა. შეგიძლია რომ ჩამოირბინო და შეჭამო. შეიძლებოდა რა პიცერიაში შესვლა ეხა, მაგრამ დაგეტილია ძალიან ადრე ვარ ჩამოსულები. ამიტომ ეგ ამბავი ვერ მოგვიხერხდებოდა. ტკბილი არ ვიცი რა მინდა. ბაგეტში კრუასანი უნდა შევჭამო, არ მაინტერესებს. აი ეს. ეხა სამწუხაროდ გადახტა გვიწევს და უნდაც გადავიხალ და შევჭამოთ. ვინც აერთით ზოგადად რამეს რო იღებ, უნდა გადაიხადოთ ხოლმე მეგობრებო ნიუ-იორკში ეგეთ წესი. დავსინჯეთ ახლა უცბად.
გემრიელია. გემრიელი და მარტივი რა. არაფერი ზედმეტი წვალება რო არ უნდა. არც ყიდვას და არც გასინჯვას. მოვედი მეგობრებო ულამაზეს ადგილას. შეხედეთ, ერთიანად ჩანს მანჰეტენის ხიდი და ბრუკლინის ხიდიც რა. თუ მოხვდებით აქეთ ნიუ-იორკში, ამ ადგილს გირჩევთ. ეხლა მინდა რომ გადავიდეთ იქით ხარეს, იმიტომ რომ იქ დამბო არის. იმედია რომ მივასწრებთ მზის ჩასვლამდე. ძალიან ემოციური სანახავია. ყოველ დღე ცოცხლდება ისეთი რაღაცეები, რაც ადრე მართლა შორიდან მიუწვდომელი ჩანდა რა. და ეხლა რომ აქ დგახარ და უყურებ ამ ხიდებს და ძალიან ნიუ-იორკს, რავი, ძალიან მაგარი შეგრძნებაა და გისურვებთ რომ ყველას გამოგეცადოთ მსგავსი რაღაცეები. ნახე რა ლამაზია. საოცრებაა რა. მგონია რომ ამერიკა მართლა დიდი სურვილების ახდენის ქვეყანაა. თუ გულით გინდა რაღაც, საოცრებად აგიხდება რა ამ ქვეყანაში. მზის ჩასვლაც დაგვემთხო. წავედი ახლა ნენელა ბრუკლინის ხიდისკენ. აგერ არის მანჰეტენის ხიდი, ჩემს უკან და აგერ არის უკვე ბრუკლინის ხიდი რა. ეხლა ავალ ბრუკლინის ხიდზე და გადავჭრი აქეთ მთლიანად. ძალიან ლამაზი ადგილია. მსგავსი ადგილი ბევრი მართლა არ მინახავს. შეიძლება ამას უკვე 7-ჯერ ვამბობ, მაგრამ მართლა. აი ორი ლეგენდარული ხიდის შეხვედრა, მანჰეტენის და ბრუკლინის. წავედი აბა ვნახოთ ეხლა ზემოთაც რა ამბები დაგხვდება. ამასობაში დაღამდა მეგობრებო, ამოვედი ბრუკლინის ხიდზე. ძალიან ბევრი ადამიანია სხვათა შორის. და ნუ მარტივი მიზეზი აქვს ამ ყველაფერს რა. და ისტორიული ხიდია, მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა და დააკავშირა მანჰეტენი და ბრუკლინი ერთმანეთს. უამრავი ადამიანია მართლა. ნახეთ. მე მგონი ყველაზე ცნობილი ხიდია ზოგადად ნიუ-იორკში რა და ჩვენც რა თქმა უნდა ამ ადგილს უნდა ვესტუმროთ, იმიტომ რომ გავხდეთ ჩვენს ისტორიის ნაწილი. ისე დავამთხვიე რომ ბრუკლინის ხიდი და მანჰეტენის ხიდი მენახა ღამე რა. აი ამ განათებული ცათამბჯენების ფონზე ძალიან კაი სანახავი იქნება დარწმუნებული ვარ და ნახოთ აბა. ნახეთ. ყველგან შენობები, ყველგან ცათამბჯენები და უამრავი ხალხი. ჩვეულებრივი საცობია. იმდენი ადამიანია ამოსული რა. მაგრამ არ მიკვირს. ულამაზესი ხედი იშლება აქედან. და რა თქმა უნდა ყველას უნდა რომ ნახოს. წამოაბა ცოტა შიგნით შევიდეთ, იქნებ ვიპოვოთ ადგილი, სადაც დავდგებით ჩვენც და დავათვალიერებთ გარემოს. მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ. ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარება საბოლოო ჯამში, რომ იმ მიზანს მივაღწიოთ, რომელიც ჩაფიქრებული გვაქვს. ასე რომ, let's go. არ დაგეზაროთ. სხვათა შორის ძალიან ყინავს და თუ აქ წამოხვალთ ძალიან თბილად ჩაიცვით რა. წინააღმდეგ შემთხვევაში წაგეყინებათ თავიც, ხელებით, ცხვირით, სახეც, ყველაფერი. მაგრამ სანახაობა არის პერფექტო. შეხედეთ, ულამაზესი სანახაობა იშლება მეგობრებო აქედან. თავის სათამბჯენებით, თავის ხიდებით, თავის რავი, ყველაფრით. ზოგადად არასდროს ყოფილვარ დიდი ქალაქების მოყვარული რა. იმიტომ დავდივარ სუნთაში და იმიტომ გაურბივარ ძირითადად აი ამ ქალაქის ხმაურს. მაგრამ ხანდახან ასეთი აუზაურიც და ასეთი ხმაურიც საჭიროა რა, რომ ცოტა ის შეიტანო ცხოვრებაში განსხვავება. და აი ამდენი ადამიანი, ამდენი ხალხი ჩემთვის ცოტა დისკომფორტია რა. მართლა არასდროს არ მყარებია ამდენ ადამიანთან ერთად ყოფნა. მაგრამ ახლა ცოტა მსიამოვნებს, იმიტომ რომ გამოდივარ კომფორტიდან და ის არის ჩემთვის რა, ახალია. მით უმეტეს ნიუ-იორკი
ხალხის გარეშე იგივეა, რაც რავი, კატლეტი პიურეს გარეშე. ესეც დამბო მეგობრებო, ნიუ-იორკის და ბრუკლინის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი. აქ არის ფილმი გადაღებული. რომელი ფილმია მაგას არ ვიტყვი, დამიწერეთ კომენტარებში, მაგრამ გეტყვით იმას, რომ ჩემი უსაყვარლესი ფილმია და ძალიან მაგარია რომ აქ ვარ ახლა. არ ვიცი, საოცრებაა რა. ეს მანჰეტენის ხიდია. ცოტა დაგვიღამდა, ეხა არ ჩანს კარგად, მაგრამ იმედია ცოტა მაინც დაინახავთ რა. ჩემს უკან არის მანჰეტენის ხიდი და მანჰეტენის ქვემოთ ოდნავ არის უკვე Empire State Building-ი. აქ მოდის უამრავი ადამიანი ფოტოების გადასაღებად, ძალიან ფოტოგენური ადგილიცაა. მაგრამ ჩვენ ცოტა დაგვიღამდა რა, იმიტომ რომ ფეხით წამოვედით მანჰეტენიდან აქეთ. წავიდეთ აბა ერთი Wall Street-იც ვნახოთ. ის ხარიც ვნახოთ, რომელიც ყველაზე ესე ცნობილია აქეთ ხარეს და დავათვალიეროთ რა მოკლედ ეს საინტერესო ადგილებიც, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს. თან ერთი დავხედო ჩემ $7 მეტას აქციებს ერთი რამე ხო არ სჭირს. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ინვესტიციები. აქეთ ვარ ეხა დილიდან გამოსული ვარ. მეორე ვიდეოს ვიღებდი მეგობრებო, ჭამის ვიდეოს ასე ვთქვათ, რომელიც მერე უნდა დავდო და დღეს გადავწყვიტე რომ Wall Street-ს დაუთმო, ასე ვთქვათ, ჩემი დრო რა. და 11 სექტემბრის მემორიალიც მინდა ვნახო და ყველაფერი უნდა გაგიზიაროთ რა თქმა უნდა თქვენს, ასე რომ წავედით. მოვედი მეგობრებო 9/11-ის ადგილას მემორიალთან იდეაში. აი ეგერ ხედავთ როგორ გამოიყურება ეს ჩვენი მემორიალი. დატოვებული არის სივრცე, ჩვეულებრივად იქ ფანტანიც არის და ამით მიაგებენ პატივს რა იმ დაღუპულებს, რომლებიც აქ დაიღუპნენ მაშინ, როცა ის მოხდა, რაც მოხდა რა. გულისხმობ თვითმფრინავების შეჯახებას ცათამბჯენებზე. აგერ არის სახელებიც ჩვეულებრივად იმ ადამიანების სახელები, რომლებიც დაიღუპნენ. აქეთ ხარის არის უკვე მუზეუმი, სადაც დღეს სამწუხაროდ ვერ შევალ, მაგრამ თქვენ თუ ჩამოხვალთ და გენდომებათ რომ შეხვიდეთ შიგნით და დაათვალიეროთ რაღაცეები, $36 ღირს რა. იქ სახანძრო მანქანა, იმ დროინდელი, რომელიც დამტრეულია და ასე შემდეგ რა, მოკლედ ყველაფერს იქ ნახავთ. თვითონ ადგილი ეს ძალიან საინტერესოა და თვითონ წარმოდგენა არის უფრო მეტად საინტერესო. საინტერესო რა, ცოტა შემაშინებელიც რა, აქ რაც ხდებოდა მაშინ. რთული წარმოსადგენია და ადამიანები რო ცვიოდნენ და რაღაცა საშინელებები ხდებოდა, მართლა ცოტა მძიმეცაა რა, მაგრამ საინტერესო სანახავია თვითონ ამ ქვეყნის როგორ თქვა, ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფურცელია ეს 9/11 რა, ცუდი სამწუხაროდ შავი ფურცელი, მაგრამ მაინც. კარგია რომ ეს ასე დატოვეს რა და რაღაცნაირად განცდა გაქვს რომ ის სათამბჯენები სამუდამოდ იქნებიან აქ და ისევ აქ დგანან. არ დანგრეულა არაფერი, უბრალოდ სახე შეიცვალეს. ეს ჩანაფიქრია ამ 9/11-ის მემორიალს, როდესაც უყურებ რა და გძნობ, რომ ადამიანები ცოცხლები არიან და არ დაღუპულან. და აგერ მეორე მემორიალიც, ანუ მეორე ცათამბჯენის ადგილიც მეგობრებო, ზუსტად იგივენაირად არის გაკეთებული. აქაც სახელები არის, წარწერებია იმ ადამიანების და ქვემოთ უკვე სივრცე არის დატოვებული ჩვეულებრივად, როგორც წინა მემორიალში რა. აი ესე გამოიყურება ჩვენი 9/11-ის მემორიალები. აუ ზავით, ცოტა ისეთი რთული წარმოსადგენია მართლა და სევდიანიც რა. ბევრი რაღაც მოქვს მოსმენილი, დოკუმენტურებიც მოქვს ნანახი და რო წარმოიდგენ აი აქ ახლა სადაც მე ვდგავარ რა ხდებოდა, ცოტა ის არის, მძიმე შეგრძნებას ტოვებს რა. მაგრამ ხო რავი, ცხოვრება გრძელდება. რას ვიზამთ? თუ სწორად მახსოვს და არ მეშლება, თუ მეშლება თქვენ შემისწორეთ, დაახლოებით 3000 ადამიანამდე მაინც დაიღუპა ამ 9/11-ის ტერაქტის დროს რა და ძალიან ბევრია, აგერ სახელები არ წყდება, სახელები და გვარები. კაი, წავედით ახლა ნელ-ნელა Wall Street-ისკენ, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს სოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ქუჩის ნახვა. მეგობრებო, ვისაც არ გაქვთ ჩემი არხი გამოწერილი ამ წამამდე, ძალიან გთხოვთ რომ გამოიწეროთ, იმიტომ რომ თქვენი ნახვები, თქვენი გამოწერები, თქვენი კომენტარები იქნება ჩემი წარმატების
რავი, გარანტიც ასე ვთქვათ, რაც უფრო მეტი ნახვა მექნება და მეტი გამომწერი მეყოლება, უფრო და უფრო საინტერესო კონტენტს შემოგთავაზებთ. მერე სპონსორებთანაც უფრო კარგად ვილაპარაკებ და უფრო, რა ვიცი, გზა გამეხსნება ძალიან ბევრი რა. ამიტომ არ დაგეზაროთ subscribe და გავაგზავნოთ ახლა ვიდეოს ყურება. Wall Street-ზე ვართ უკვე, ვისაც ჩემსავით Wall Street-ის მგელი გახსენდებათ პირველი ამ ქუჩის გაგონებაზე დააკომენტარით. აგერ არის ჩვენი New York Stock Exchange-იც. მოკლედ ინვესტიციები, სტოკები, რაღაცეები, ვისაც გაინტერესებთ და ვიც აკეთებთ ინვესტიციებს, მოკლედ თქვენთვის ეს საოცნებო ადგილია რა. მეც ახლა როგორც გითხარით $7 აქციები მაქვს შეძენილი მეტასი და მინდოდა რომ დამეხედა მაგითო მოვედი. აგერ არის New York Stock Exchange. ეს არის გადაღობილი, ანუ აქ არ უშვებენ ადამიანებს, დამთვალიერებლებს და ჩვეულებრივად შეგიძლია რომ უბრალოდ გვერდი ჩაუვარო რა. სოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ფინანსური ცენტრია. ანუ ადამიანები აქ მოდიან და ძალიან დიდ ფულს აკეთებენ რა. და ძალიან დიდი ფულით ტრიალებს Wall Street-ზე, ამიტომ მინდოდა რომ ეს ადგილიც მენახა. თან დიკაპრიოს ფილმი ძალიან მიყვარს, ძალიან სახალისო ფილმია ჩემთვის, საინტერესო ფილმიცაა და კაია რომ მოვედი რა. ნახეთ მეგობრებო, რა ლამაზი ადგილია, აგერ აძვის ხე, აგერ დროშები, აგერ ისტორიული შენობა, აგერ ადამიანი მღერის, ძალიან კაი გარემოა რა. ძალიან. და საინტერესოც ახლა ამერიკის ისტორია, ფინანსური ისტორია ყოველ შემთხვევაში აქ გრძელდება და მგონია რომ არც დამთავრდება რა. ესეც ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილი ხარი, მეგობრებო. აქ რამდენი ადამიანი ცდილობს რომ ამ ხართან ფოტო გადაიღოს. მე არ ვაპირებ ახლა ამ ხართან ესე ფოტოს გადაღებას და მით უმეტეს რიგში ჩადგომას, მაგრამ ეს არის ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ხარი. ამ ხარს რა თქმა უნდა აქვს თავისი ისტორიაც, რომელზეც მოგიყვებით ამ რიგში ჩადგომის გარეშე. 1989 წლიდან არტურო დი მოდიკას მიერ დადგმული და მოიცანელა არ დაგვეჯახოს ვინმე და ამერიკული ფინანსური სიძლიერის გამომხატველია და ოპტიმიზმის რა, რომ როცა 1987 წელს თუ სწორად მახსოვს სტოკ მარკეტის კრაში მოხდა, ანუ ფასები დავარდა აქციების და გავიც ყველაფერი ცუდი დაემართა ამერიკულ ეკონომიკას და ზოგადად სტოკ მარკეტს, ხო? აქედან გამომდინარე გაუჩნდათ საფუძველი იმისა, რომ შეექმნათ რაღაც ისეთი, რაც მათ იმედს მისცემდა და როგორც ჩანს ამ ხარში იპოვეს ეგ სიმბოლო რა. და ამიტომ დგას ახლა იქ უამრავი ადამიანი, რომ ცდილობს რაღაცნაირად საკუთარი ფინანსური სიძლიერე დაუკავშიროს ამ ხართან გადაღებულ ფოტოს. არ ვიცი, რამდენად უნდა გვჯეროდეს, რამდენად არა, მაგრამ მაინც ნუ ხალხი დგას და ასე ვთქვათ, ფოტოების გადაღებას ცდილობს. მე ხა მეზარება იქ ამხელა რიგში ჩადგომა. ეს კვამლი არის ჩემთვის ნიუ-იორკი. მთელი ბავშვობა ფილმებში ამ კვამს უყურებდი და ჩემთვის ნიუ-იორკი ასოცირდება მიწიდან ამოსულ კვამთან რა. ერთ-ერთი ასოცირება ესა. კაი, წავედით ახლა ნელ-ნელა, იმიტომ რომ ღამდება და წინ გრძელი გზა გვაქვს. მანჰეტენში ფეხით უნდა გადავიდეთ აქედან. Let's go. ესეც მსოფლიოში ალბათ ყველაზე ან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოედანი, Times Square, მეგობრებო, რომელიც გადაჭედილია ხალხით, რა თქმა უნდა, უამრავი ადამიანია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. იმისთვის რომ დატკნენ აქაურობით, დატკნენ აი ამდენი ბანერებით, განათებით, ულამაზეს ფოტოებს იღებენ და რა ვიცი. ნიუ-იორკის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია რა. აქ რო ჩამოდიხარ და აი აქ რო ხდები, ანალიზებ რომ ძალიან დიდია სამყარო. ამდენ ადამიანს რო უყურებ. და ძალიან საინტერესოა რა. ძალიან ბედნიერი განცდაცაა იდეაში. იმიტომ რომ ეს ადგილი მთელი ცხოვრების განმავლობაში ხდებოდა ინტერნეტში, სხვადასხვა ვიდეოებში, ვლოგებში და რა ვიცი. ხოდა აქ ვარ რა. You're a waterfall, I'm a fire. No surprise we don't go together. But it took us a while before we figured it out. What a shame. შემოვედი Times Square-ზე, Little Italy pizza ქვია რა. ხოდა
ერთი ნაჭერი პიცა მინდა რომ შევჭამო, იმიტომ რომ მომშვიდა ძალიან თელი დღე დაუბოდიალობდა. რიგი არის, როგორც ხედავთ, შესაბამისად ან ყველა ძალიან მშიერია, ან ძალიან მაგარი პიცაა და ვნახოთ, აბა რომ შევჭამ გეტყვით. ცოტაც. მაგარი მუშაობა აქვს ისე. გადმოვედი Times Square-ზე, აგერ ჩემი პიცა და ამაზე მაგარ ადგილას ჯერ მე პიცა არ მიჯამია. ჩემი ფავორიტი კომბინაცია ყოველთვის პომიდორი და ყველი. სხვა არაფერი არ მიყვარს რა. უგემრიელესი პიცა, უმაგრესი ადგილი, ძალიან მაგარი განწყობა. ესაც ცხოვრება, მეგობრებო. ამიტომ უნდა იმოგზაურო ყოველთვის ადამიანმა. აი ესეთი რაღაცეებისთვის. იცით როგორ ადამიანებთან ვერასდროს ვერ ვიმეგობრებ? აი მას ვტოვებენ ხოლმე რა. აი ეს როგორ უნდა დატოვო? მე არ მესმის, ეგ იგივეა სახლის ხინკალზე რო კუჭებს ტოვებენ ხოლმე. მე არ მესმის თქვენი ვინც ხართ? ბოლოში. აი როგორ ხრაშუნებ შეხედეთ. აი აი როგორ უნდა დატოვო? აუცილებლად. მოვედი ნიუ-იორკის ალბათ ყველაზე ლამაზ და მაგარ ადგილას, როკფელერის ცენტრში, ჩემს უკან ხედავთ როკფელერის ნაძვის ხეს. ახლა საღამოა, ჯერ არ დაღამებულა რომ კარგად გამოჩნდეს, მაგრამ უკვე აქვია რაც ძალიან მახარებს, მახსოვს რამდენი rilsi და რამდენი ფოტო მაქვს ნანახი ამ ადგილის და საბოლოოდ რო აქვია ძალიან მიხარია. უამრავი ადამიანია მოსული, რა თქმა უნდა, ყველას უნდა აქაურობის ნახვა და მეც მაგ ყველაში შევდივარ. ახლა დაღამდება და მე უფრო ლამაზ კადრებს გადავდივარ. Lines are busting out the door, Christmas songs in every store. Can't stand to hear one more, please won't you make it stop? Snow is piled 5 feet high, dog ate the pecan pie. Hurry up, snowball is mine. ვიდეოს დასასრულს როგორ შეგვირდით, მინდა რომ წერილი წაგიკითხოთ რა. ეს წერილი თან მაქვს და ამის ასაკი არის დაახლოებით 20-22 წელი. ვკითხულობ სიტყვით. დედა ფული გვექნება, არ ინერვიულო, მამა სამუშაობს დაიწყებს და ისე ვიქნებით როგორც ადრე. ყველაფერს ვიყიდით, ფული რო გვექნება, მიყიდი მილიციის ფორმას და წერე რასაც სიტყვი. შენ შემოგრევლოს დედიკო, გიყიდი რასაც მეტყვი დედა. და აქვე მაქვს მეორე წერილიც, მეგობრებო. დედა არ ინერვიულო, მალე ფული გვექნება, მამა სამუშაოს დაიწყებს, მანქანასაც იყიდის, ნუღა ინერვიულებთ, ცოტაც კიდევ მოვიცადოთ და ყველაფერი მოწესრიგდება, ისე ვიქნებით როგორც ადრე. მეგობრებო, ჩემი ამერიკაში ჩამოსვლა არ არის უბრალო ამბავი. ანუ შეიძლება უამრავი ადამიანი ჩამოსვლა ამერიკაში, კიდევ უამრავი ჩამოვა, მაგრამ ჩემი ამერიკაში ჩამოსვლა არის თითქოს ცხოვრებაზე გამარჯვება, რომ რაღაც ისეთი შეძელი, რაც ადრე შეუძლებლად მიგაჩნდა რა. ამიტომ ვიდეოს დასასრულს მინდა ახალი წლიდან გისურვოთ იმ მიზნების ასრულება და იმ ოცნებების ასრულება, რომელსაც ახლა გული დაატარებთ და თარო შეუძლებელი გონიათ იმ მიზნებისთვის მიგეღწიოთ რა. ჩემი ცხოვრება ძალიან რთული იყო. ახლა რომ ამერიკაში ვარ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემს ცხოვრებაზე გამარჯვება. მადლობა ამისთვის ჩემს მშობლებს, ჩემს საყვარელ ადამიანებს. მადლობა ჩემ დას, რომელიც ღამეებს ათენებდა ხოლმე, რომ ჩემთვის უნივერსიტეტში სწავლის ფული გადაეხადა, როცა ამის შესაძლებლობა არ მქონდა. ეგ რო არ გაეკეთებინა, არ ვიცი ახლაც სად ვიქნებოდი. და მინდა გითხრათ, რომ არასდროს არ შეწყვიტოთ ცხოვრებისთვის ბრძოლა, იმ ცხოვრებისთვის, რომელიც თქვენ გინდათ და არასდროს არ დანებდეთ. ვიცი, რომ გაცვეთილი ფრაზაა ეს, მაგრამ ჩემი ცხოვრება რო გავიხსენო, ძალიან რთულად მახსენდება, მოკლედ რო ვთქვა. მაგრამ არასდროს შემიწყვეტია განვითარება, ბრძოლა და ამის დასტური ხელში მიჭირავს. მე მოვდივარ ძალიან რთული ცხოვრებიდან და მინდა რომ თქვენც იგივე შეძლოთ. თუ ახლა ისეთ სიტუაციაში ხარო, რაღაცები შეუძლებლად გეჩვენება, დამიჯერე რომ მეც ეგრე ვიყავი, მაგრამ აგერა ვარ ახლა ამერიკაში
და ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს. გამოიწერე ახლა ეს ვიდეო, დააკომენტარე რა სიტყვი. რა არის შენი ოცნება, რა სიტყვი ამ ვიდეოზე. მოკლედ ყველაფერი რაც გულზე მოგადგება, გამიზიარე. მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ასე რომ მადლობა თუ უყურე ბოლომდე და აბა დროებით.